შეიძლება ითქვას, რომ ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით დიდად განსხვავებული აზრი დღეს გიორგი გახარიასაც არ გამოუთქვამს. მას ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებია იმ დასისხლიანებულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ ნახეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე, თუმცა თია წულუკიანი, რომელიც აქებდა ვახტანგ გომელაურს სუფთა დაშლილი აქციების გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს და არ უთქვამს მაგალითად, რომ არანაირი აქცია სუფთად გიორგი ვახტანგ გომელაურს არ დაუშლია. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი, რაც გავიგეთ, იყო ის, თუ ვინ შემოიყვანა გავრილოვი საქართველოში. გიორგი გახარიამ ხელი დაადო ირაკლი კობახიძეს და პირდაპირ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მასში არსებობდა კონკრეტული სია. უამრავი ადამიანი იყო იმ სიაში, ვინც ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოსულიყო. მათ შორის არც გავრილოვი და გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გავრილოვი ქვეყანაში არ შემოეშვათ, თუმცა გახარია იხსენებს, რომ პარლამენტიდან მას გამუდმებით ურეკავდნენ, ატყდა პარლამენტში მთელი ისტერიკა და პასუხისმგებლობაც კი აიღო ირაკლი კობახიძემ იმასთან დაკავშირებით, რომ გავრილოვი ქვეყანაში უნდა შემოსულიყო და ის მოაგვარებდა ყველაფერს. ეს არის გიორგი გახარიას ამბობი და გახარია პირდაპირ ამბობს, რომ არა გავრილოვის შემოსვლა და ირაკლი კობახიძეს ლობირება ამ საკითხთან დაკავშირებით მოვლენებიც ასე ფატალურად არ განვითარდებოდა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღეს არაერთხელ დაისვა გიორგი გახარიას მისამართით იყო ის, თუ რატომ არ აიღო გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რატომ არ გადადგა. ისე როგორც ირაკლი კობახიძე მაგალითად ამ დროს როგორც ჩანს თია წულუკიანს და ქართულ ოცნებას ავიწყდება, რომ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის შემდეგ გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ თავად ბიძინა ივანიშვილმა დააწინაურა და გახადა პრემიერ-მინისტრი. დღეს ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ, იხსენებდნენ 6 წლის წინ 20 ივნისს ვინ იმყოფებოდა პარლამენტში, ვინ როგორ აფრთხილებდა ერთმანეთს. გარდა ამისა, გიორგი გახარია იხსენებს, როგორ ასულიერებდა წყლით ქართული ოცნების რიგ დეპუტატებს და წევრებს და სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობის დროს მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც დარბაზში არაერთხელ მოხდა. როდესაც ეს ღონისძიება ჩატარდა საქართველოში, იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა ინფორმაცია სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევე როგორც უსმა სხვათა შორის კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლას. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი, არ მახსოვს ახლა. ბევრად უფრო ოდიოზური გვალები იყო ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, მაგ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ჰქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ უშვებთ. ატყდა ერთი ამბავი. პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო. მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობა აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ შეიძლება დავასრულო რა. ამ კაცის შემოშვების შემდეგ და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, რომელმაც თქვენ კი იცახეთ, რომ ქვეყნის გარეთ იყო, მაგრამ მასპინძლობა და ღვინოს მევსვამდი კაცო გავრილოვთან. როდესაც თქვენ გადაწყვეტეთ აქციის დაშლა, მე პირადად გითხარით თქვენ, გიორგი, ოღონდ, მე ნანახი მაქვს ჩემი თვალით, რა უბედურება მოაქვს რეზინის ტყვიას. ნანახი მაქვს 2009 წლის 6 მაისს. იმ ოთახიდან ზემოდან კარგად არ ჩანდა, მე მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში რა უბედურება ტრიალებდა, შემოვედი თქვენთან და გითხარით, რომ გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა. იმიტომ რომ უბედურება ტრიალებს, თქვენი ცინიკური პასუხი იყო, სრულიად ცინიკური, რომ რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო. ეხლა რაც თქვა, ეს არის ჩვენება, რომელიც უნდა მიეცა გამოძიებისთვის, ჩვეულებრივი ინტერესთა კონფლიქტია. ეს ბატონი თუ არის მოწმე, რა უნდა კომისიაში? მთავრობა და რამდენიმე დეპუტატი ბატონმა ბახტაძემ შეკრიბა მთავრობის კანცელარიაში. გახსოვთ ეს თათბირი? მახსოვს რომ მოვედი და იქ შეკრება იყო რა. ვანო მერაბიშვილმა რეზინის ტყვიები რომ გამოიყენა და ასე გავაკეთე ზურგი რო ქონდა ხალხს დაჩვრეტილი მეთქი და დასახიჩრებული რო იყვნენ ადამიანები, ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ მეთქი. თქვენი პასუხი იცით რა იყო?
რა ვქნა ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო. ეკონომისტი არა ვარ და არ ვიტყოდი რომ ეკონომისტი კაცი ვარ. ეს არის ეკონომისტიც არა ხართ? საინტერესოა როგორ მოახერხა ქართულმა ოცნებამ რომ გიორგი გახარიასთან მათ ამდენი კითხვა და ამდენი პრეტენზია ჰქონდათ და მიუხედავად ამისა წლების განმავლობაში ქართული ოცნება გიორგი გახარიას კრიზის მენეჯერს უწოდებდა და გიორგი გახარიას ამართლებდნენ გამუდმებით 20 ივნისთან დაკავშირებით. დღეს კი გაირკვა რომ თურმე ბევრი კითხვა ყოფილა ამ ადამიანთან. უნდა აღინიშნოს რომ დღეს რეზინის ტყვეებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ ბევრი ისაუბრა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო რაც თქვა არის ის რომ მან განაცხადა რომ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს არ დაურღვევიათ არანაირი კანონი. უკანონობა არ ყოფილა ის რომ პოლიციამ და სპეცრაზმელებმა გამოიყენეს რეზინის ტყვეები. გიორგი გახარია ამართლებს შეიძლება ითქვას რეზინის ტყვეების გამოყენებას და ამბობს რომ პოლიციელებს აუცილებელი მოგერიების რეჟიმში და შემთხვევაში ჰქონდათ აბსოლუტური უფლება რომ რეზინის ტყვეები ყოფილიყო გამოყენებული. რაც 20 ივნისს ხდებოდა. იყავით თუ არა უშუალოდ პასუხისმგებელი ამ ყველაფერს. მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ვეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაც ბუქსაობთ რა. ყველა ბუქსაობთ და ვეცდები სწრაფად ვილაპარაკო მეთქი რომ აჩქარება. ბატონო გიორგი, თქვენ აღარ ახართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი რა. ძალიან გთხოვთ ბუქსაობთ, არ ბუქსაობთ. არა მაქვს პრეტენზია. გავდამ თავმჯდომარე. ერთი წუთით. სხდომა აქ მიმყავს მე და თქვენ ხართ ის, ვინც პასუხებს იძლევა კითხვებზე. გეგმა ვინ შეიმუშავა? დავასრულო შეიძლება კაცო. ბატონო? დავასრულო შეიძლება. დამასადეთ კაცო. არის. პოლიტიკური პასუხებლობა ყველაფერზე იმაზე რაც ხდებოდა იმ ღამეს. ეს არის ჩემი პასუხებლობა და მე ამას ვატარებ. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხებას, ეს არის გამოძიების საკითხი. გეგმა ვინ შეადგინა? გეგმა შეადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა თანამდებობის პირებმა, რომელზეც ხელი მოვაწერე მე და ჩემმა მოადგილეებმა. ვინ გასცა ბრძანება და ან თუ ასეთი არ იყო და არ იყო ამის საჭიროება, მაშინ გაეცეთ პასუხი რეზინის ტყვეების გამოყენებაზე. ქალბატონო თავმჯდომარე, შეიძლება რომ მომეხმაროთ? აბა რაში დაგეხმაროთ? ვერ ვაგებინებ უბრალოდ რა. თვითდაცვას ქვია მოგერიების რეჟიმი. თუ მე ვამბობ, რომ მოგერიების რეჟიმში ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა გამოიყენეს რეზინის ტყვეები, ეს ნიშნავს იმას და აქამდეც თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ. ბატონო გიორგი, მოდით რა, ისე ნუიზავთ თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. გისვამთ კითხვებს, თქვენ დროს მოხდა, თქვენი ხელმძღვანელობის დროს და გაგვეცით პასუხი. არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად ჰქონდა უფლება რეზინის ტყვეების გამოყენების თვით მოგერიების რეჟიმში. საერთოდ გავრილოვი როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის შენობაში? უპასუხეთ რა და გამოძიებას სადღაც მიდის და იქნებს მასალები გარ არის თქვენი საქმე რა. რასაც გეკითხებით იმას უპასუხეთ ძალიან გთხოვთ. მე თქვენ საერთოდ არ გელაპარაკებით ესო. მაგრამ მომიღია თქვენ არ გელაპარაკებით. კითხვებს რო სვამთ იმათ უპასუხეთ. ნუ მეჩრები დამამთავრებინეთ რა. სათამაშოდ მომიყვანეთ კაცო აქ. სათამაშოა მაგა გომურის ამოთხრილი თვალი ერთი წუთით ეხლა ძალიან გთხოვთ რა დავსერიოზულდეთ. ხომ არ ახდენდით ზეწოლას პროკურატურაზე რომ ამ საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო? არა. შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში არის მოქცეული გიორგი გახარიაც და თავად ქართული ოცნებაც, ვინაიდან თუ კი ქართული ოცნების დღევანდელი ლიდერები აკრიტიკებენ გიორგი გახარიას რაიმე საკითხთან დაკავშირებით, გიორგი გახარია შემხედრად ყოველთვის პასუხობს, რომ იმ დროს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას და ქმედებებს მათ შორის იზიარებდნენ სხვებიც, მაგალითად თუ კი დღეს გახარია ითხოვს თუ რატომ არ გამოიწვია ქართულმა ოცნებამ 6 წლის განმავლობაში გავრილოვის მოვლენები, მაშინ თეა წულკიანს აქვს კითხვა, რომ წელიწად ნახევარი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო და შეეძლო, რომ ეს თემები თავადვე გამოეძიებინა. თუმცა გიორგი გახარიას პასუხია, რომ თეა წულკიანი ამ დროს გიორგი გახარიას მოადგილე იყო და მისი პასუხისმგებლობაც არის ეს ყველაფერი. ამ 3 საათმა აჩვენა, რომ როგორც გიორგი გახარიას, ისე ქართული ოცნებაც თავისებურ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, იყო თითოეული მათგანის 20 ივნისის მოვლენები
მოვლენები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ 3 საათიანი მწვავე დებატების და კამათის განმავლობაში არც გიორგი გახარიას ერთხელ მეტად და მათ შორის არც ქართული ოცნების არც ერთ წევრს ერთხელაც კი არ უხსენებინათ ბიძინა ივანიშვილი.